და თქვენ კეთილს ყოფილ ადამიანებთან ერთად და სრულიად საქართველოს დაესწრო სიკეთით და საყოველთაოდ ამ წვიმალი აღდგომას და დღეს რაღაც ისეთი მოულოდნელი იყო ვერ წარმოვიდგენდი რამდენიმე საათის წინ თუ ამ ტაძარში საავდგომო ლიტურგიას აღავლენდი. მადლობა უფალს ყველაფერში დიდება და მადლობა უფალს და ესე ლიტურგია ესეთი დაწყობილი და დალეგებული თუ გამოვიდა ის წარმეგონა და აი ესე მობილიზებული უცებ 1 საათში მოხდა ყველაფერი ალბათ თქვენმა ლოცვამ თქვენი ლოცვით უფალმა ინება რომ ყველაფერი რაღაცნაირად უცებ მოგვარდა და უცებ დალაგდა ყველაფერი და სრულფასოვანი წირვა ჩატარდა. მადლობა უფალს ყველაფრისთვის, მადლობა წმინდა გიორგის, ვისი სახელობისაც არის ეს ტაძარი და მადლობა ყველას თქვენ რომ ასე ლოცულობთ, ასე გულხურვალი ლოცველები ხარ და მადლობა უფალს რომ ამ ტაძრის ანგელოზმა ინება რომ დღეს ამ ტაძარში წირვა ჩატარებული იყო და მადლობა ყველაფრისთვის ჩვენს შემოქმედს უფალს ღვთისმშობელ დედას და დღეს ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ძალიან მნიშვნელოვანი თავისი სტატუსით, თავისი პატივით ბრწყინვალე არის მხოლოდ და მხოლოდ აღდგომა. სხვა დღესასწაულები ბრწყინვალე არ არის. მხოლოდ და მხოლოდ აღდგომა მოიხსენება ბრწყინვალე დღესასწაულად, რადგანაც ეს არის დღესასწაულთა დღესასწაული, რადგანაც ეს არის დასაბამი კაცობრიობის ცხონებისა. რადგან უფალმა თავის თასვლის ჯოჯოხეთში სამდღე დაფლით და შემდეგ აღდგომით ჯოჯოხეთის ბჭენი შეანგრია და კაცთამოდგმა სასუფეველი დაგვედგინა. ძველი აღთქმის ადამიანებს არ ჰქონდათ ამის საშუალება რომ სასუფეველი ეხილათ. იყო აბრაამის წიაღი, რომელიც არ იყო სასუფეველი, აბრაამის წიაღმა რა თქმა უნდა შემდეგ სასუფეველში გადმოინაცვლა და წინასწარმეტყველები, პატრიარქები, ღვთისმოსავი ადამიანები ხდებოდნენ აბრაამის წიაღში და ისინიც 1000 წლების განმავლობაში ელოდებოდნენ სამოთხის კარების გაღებას და უფალმა თავისი ძე თვითონ მოევლინა, თვითონ გააკასთა, წარმოვიდგინეთ უფალი ძეთვისი მოავლინა, თავი დაიმდაბლა, ქალის საშოდან განხორციელდა, ბაგაში დაიბადა, დევნულობაში იცხოვრა და შემდეგ ეწამა, ჯვარზე გაეკრა. ჯვარზე გაკვრა იყო უდიდესი სირცხული რომის იმპერიის რომის მოქალაქეები ჯვარზე არ აკრავდნენ. რაოდენ ავაზაკი ყოფილიყო ის, აკრავდნენ რომის იმპერიის, თქვათ, ისეთ დაპყრობილ ტერიტორიებზე მაცხოვრებელ ადამიანებს, რადგან ჯვარზე გაკვრა უდიდეს სირცხულად ითვლებოდა. ჯვრით გამოისყიდა ჩვენი ცოდვები უფალმა და ჯვრით გვაცხოვნა ჩვენ. ჯვარს შემსჭვალა კაცობრივი ცოდვანი და დაეფლა. ყველანაირი ტკივილი დაითმინა უფალმა. ნერწყვა, ყვირვლისცემა და ყვირვლისცემა რას ნიშნავს? ყვირვლები სახეში ურტყავდნენ ჯოხს უფალს და იცით ვინ ურტყავდა? რომ გარღვეული, რომელიც 38 წელი ტბასთან ეგდოდა, კაცი არ ყავდა, რომ ხელი მოეკიდა და ტბაში ჩაეყვანა, როცა ანგელოზი ტბას აამგრევდა. და როცა გაიარა უფალმა, უთხრა, რატო წეხარ აქ და არავინ არ ამყავ, 38 წელი აქ წევა და არავინ არ ამყავ, რომ ხელი მიფყრას და ტბაში ჩამოყვანოსო. და ესე წევა რომ და უფალმა უთხრა, ადე გაიღეს ცხედარი შენი და იარეო. აიღო ცხედარი და რო დაინახეს ფარისეულებმა და იესო თვალს მიეფარა, ვინ განკურნაო? და მაშინვე არ იცოდა ვინ განკურნა. და შემდეგ შესაკრებელში ნახა და მივიდა და დააბეზღა უფალი. აი შაბათს ამან განკურნა. და ამ შემდეგ წამების დროს აი ყვირლის მცემა რა მოცემულია საკითხავებში. ზუსტად ეს იყო ეს ადამიანი იყო ყვირლის მცემელი, რომელიც 38 წელი ფეხზე ვერ დადიოდა, განკურნა მაცხოვარმა და მან მადლიერება ასეთი ფორმით გამოხატა და ხშირად ჩვენ ადამიანები ვემსგავსებით, ხო? ასეთები ვართ, შეიძლება პირდაპირ ამას არ ვაკეთებთ, მაგრამ ირიბა თუ რამეს ვაკეთებ და ბევრი ჩვენ ცხოვრებაში არის ასეთი ცოდვანი, ღმერთმა ყველას გვაპატიოს, ყველა მოგვიტევოს და რა თქმა უნდა, უფალი მოწყალე და კაცთმოყვარია, ყველა მონანულ სულს და გულს ხედავს, ყველა მონანულ ადამიანს შეუნდობს, მის მოწყალებას საზღვარი არ აქვს. ღმერთმა გვაპატიოს ამ ბრწყინვალე დღესასწაულის დღეს ყველას ჩვენი ცოდვები მოგვიტევოს, გვაპატიოს, მე შემინდეთ პირველ რიგში ჩემი ცოდვები, რომ მოვედი გავფიცხდი კიდევაც, გავბრაზდი კიდევაც, ვიყურე კიდევაც, მაპატიეთ, შემინდეთ, ადამიანი ვარ და მეც მიწიერი ვარ, რა თქმა უნდა სასურველის ეს არის კადრება, მაგრამ ჩემი ადამიანური დაცემული ბუნებიდან გამომდინარეობს ეს და მაპატიეთ და შემინდეთ. ღმერთმა თქვენს გაპატიო და შეგინდოთ უფალმა და ღმერთმა ინებოსო ეს აღდგომა ყოფილიყოს აღდგომა, რა თქმა უნდა, ჩვენი სულიერების პირველ რიგში და აღდგომა, ჩვენი ქვეყნის წინსვლის და აღდგომა, ჩვენი ცნობიერების, რომ
ჩვენმა ერმა ვისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული, ვისწავლოთ ერთმანეთის გატანა, ვისწავლოთ ერთმანეთის გვერდში დგომა, შეხიდება ვისწავლოთ ერთმანეთთან, არა მარტო სუფრაზე და არა მარტო ტრაპეზზე, არამედ რეალურ ცხოვრებაში. სუფრაზე ყველანი მაგრები ვართ, გარწმუნებს. ის ადამიანები არ მინდა კიდე აღდგომა გაკითხოს შევედი, მაგრამ ის ადამიანები ვინც სუფრაზე იჯდნენ და წარმით არ შეუტყოდათ, რომ ერთი არ გაუყარდათ, მამა მოვიდა წირვანა ჩაგუტაროს და ფაქტია რომ იმ ადამიანებიდან მე მგონი არავინ არ არის საკარესტრება ისინი ისევ თავის ამპლუაში არიან, მაგრამ ერთმა მოხდა და ვილოცოთ ამ ადამიანებს რომ ერთმა სწორი მონიერება და აზროვნება მისცეთ რომ გაიგონ რა არის ყველაზე დიდი საფასი და ყველაზე დიდი საუნჯე. ყველაზე დიდი საუნჯე უფალია და ზიარება დღეს თქვენ ზიარეთ ყველას გილოცავთ. ამ წმინდა ზიარებას უფალთან ზიარებას გილოცავთ და ღმერთმაინებოს საყუნებლად სულისა და ხორცისა გვექნეს ჩვენ ზიარებდა არა დასაჯელად. რათა არა სასაჯელად გინდა დასაჯელად მექნეს წმინდა ესე ზიარება, არამედ საყუნებლად სულისა და ხორცისა ლოცვებში ვამბობ და განიკურნოს ჩვენი სული და ხორცი, განიკურნოს ყოველივე ნებისაგან, განიკურნოს ყოველივე ცოდვისაგან, განიკურნოს ჩვენი სული, ჩვენი გონიერება და ღმერთმაინებოსო სასუფეველის მოქალაქენი გამხდარიყავით მომავალში. კიდევ ერთხელ გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომას, კიდევ ერთხელ და კიდევ მრავალჯერ ღმერთმა სიკეთი და სიხარულით დაგვასწროს და ყოველივე საქმე, რომელიც საქმესაც ჩვენ ვაკეთებთ, ღვთის სადიდებლად გვეკეთებინოს და ყველაფერი ქრისტიანად კარგად იქნება. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ და მშვიდობით გამყოფოთ ხოლმე. ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა!